Короче, Toyota ცენტრში გავიჭირე და ზეთი უნდა შევცვალო. და იცით როგორ არის? აი შემოდიხარ, მე მარჯვნივ, აი სადღაც იქეთ ხარეს. უნდა მიხვიდე აი სადღაც იმ ტერიტორიაზე. მაიღო იმის რა ქვია, ლოდინის რაღაცა ჩეკი. მე ბიჭი რაღაც ინვოის გამოგიწევს, მე გითხე მეთქი რა ღირს და 150 ლარიო რა. მართლა მომეწონა ესე, кайფასია. მე მოდიხარ ამ შლამბაუნთან. საინტერესოა ბიჭი ხელოსანი იჩითება. იღებს რაღაც ცელოფანს ფერს, ფათაშორის სიდენიაზე. ჟღება სავარძელო და ალბათ არ გასვაროს ახლა სოგი. ლიაუზნიკი არა რაღაცა ისეთი და და მე შემოყავს გასაღებს აძლევს შენ ელოდები აი აწიეს ის და ფილტრი ზეთი ნუ მანამდე ისა ტექპასპორტი უნდა კიდე აი კომპიუტერში ატარებენ რა და ესეთი ისა просто ის დამავიწყდა მეკითხა რა ზეთია და რამ აი საკაიფოთ არის ამოწყობილი და Toyota სერიოზული ბრენდია არ ფუჭდება და ჯვარი წერია და არაფერი BMW-ს არ გავს სულ რო ხელოსანთა ხარ ახლა просто არ ვიცი ახლა შინ გიშვებენ არ გიშვებენ ის მოვასაერთოთ რა არა ბრენდი რამე Toyota ჩვენგან Toyota მაღაზია არ არის რაღაცა ყავა დავიო короче ჩადასე გავალ რა Citroen არა ისა Toyota დონე აი ხო რო იცოდეთ აქ შემოდიხარ აქ დააყენებ მანქანას აი ამ ადგილას ან აქ დააყენებ გადმოხვალ მე არ ვიცოდი ახლა ეგ აგერ ჩემი მანქანა დაკიდებული მე უნდა შემოხვიდა აი დავათვალიეროთ რა ხო აი მანქანებია Toyota-ები ხო აი აქეთ მიდიხარ აი აქ იღებ იმას რაღაც ლოდინის იმას და ბიჭები ზიან მე აქ იხდი ბოლოს იხდი RAV4 ჰიბრიდ აბა ერთი რაღაც ასებია რა აქ